რა არის სოფელი თუ არა სოფელი? მოკლედ დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა გვექნება, რომელიც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სტუმრებით არის ახსავსე. ბიბლიუსი თოქს უყურებთ, მე გიორგი გეგელიძე ვარ. ხო, ჩვენი სტუმრები გახლავან პროექტ კეთილების შემოქმედები და სერიალ ჩვენს გევიმართების ავტორები, სრულიად ლეგენდარული ხალხი, აკაკი დარბაიძე და გიორგი ჩუბინიძე. მადლობა. გადავგოცნე რომ შემოვიდე. გადამგოცნა მრავალგზის. აი გამარჯობა. როგორც სტანკი. იო მადლობა მოწვევისთვის. და ზოგადად მადლობა მინდა გითხრა გულშემატკივრობისთვის. იმიტომ რომ პირველივე სეზონებიდან ესე ვთქვათ, გვერდში გვიდგა ხარ და ყველაზე მთავარი რაც არის სწორად აფასებ ამ ჩვენს პროექტს და მადლობა ამის. გულშემატკივრობას აფიქსირებს. კეთილი იყოს შენი ფეხი. კი ბატონო. კეთილების. კი ბატონო. მადლობა დიდი. მოკლედ ხო, მე მინდა დავადასტურო რომ არ თქვენი ძალიან დიდი გულშემატკივარი პირველ რიგში ნიჭის გამო, მერე შრომის გამო, რომელიც ამავდროულად გულისხმობს არდანებებასაც, იმიტომ რომ ძალიან რთულ სამყაროში გიწევთ ცხოვრება და მოღვაწეობა, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს ძალიან ბევრ გამოწვევას, ისეთი ძვირი ხელოვნებისთვის, როგორც კინოა და კი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაც აზრით YouTube სერიალი არ იყოს კლასიკური კინემატოგრაფი, მაინც ძალიან ახლოს არის და მაინც ძალიან ბევრ გამოწვევას გულისხმობს და მე მინდა აგერ ჩვენი ლაპარაკის თუ შეიძლება ასე ითქვას, მეშვეობით მოუწოდო ქართულ ბიზნესს, რომ კიდევ უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი. მხოლოდ იუმორს არა. მე მგონია, რომ ამ სერიალში ბევრი რამ კეთდება ისეთი, რასაც გზა და გზა შევეხებით, მოკლედ დავიწყოთ პირველი კითხვით. ჭიათურა. ადგილი, სადაც თქვენ დაიბადეთ, გაიზარდეთ და პირველად გაიცანით იმ ტიპის იუმორი, რომელსაც მერე თქვენს აი ამ ფილმებში, სკეჩებში და სხვა გზის მეშვეობით ახორციელებთ. აი როგორ ხედავთ, თქვათ, იმ პირველ ნაბიჯებს, როგორ გახსენდებათ ეს პირველი ნაბიჯები, რომლითაც თქვენ ამოიცანით, რომ აი ეს იუმორი არის ნამდვილი და არა ყალბი და გაცვეთილი ანეკდოტის ნაწილი. რომლით დავიწყოთ? რომელი უფროსი ასაკი? ნე. მაშინ თუ წყალი უმცროსის არის, პოდკასტის სტუმრის სიტყვა უფროსის იყოს. კი ბატონო იყოს. მე როგორც ვხედავდი იუმორს, ანუ ზოგადად ცხოვრების ნაწილია ჩვენთან ეს. და თითქოს ბავშვობიდან ახლა ისე არ აკვირდები ამას, რომ ეს იუმორია და ეს ის არის და ეს გაჭირვებაში წამოსული სიტყვებია უბრალოდ, მაგრამ ბავშვობიდანვე ისე იყო, რომ ეს ყველაფერი ჩვენი თანამგზავრი იყო. ახლა ტელევიზორში რომ ხედავდით თუნდაც კომედი შოუს თუ სხვადასხვა უფრო იმას ვაფასებდით, ესე ვთქვათ რა. უფრო ის მეგონა ბავშვობაში სასაცილო, ვიდრე ჩვენი ყოველდღიური ყოფა, მაგრამ რო იზრდები მე აფასებ გარემოს, სოციუმს, მე ზოგადად სხვა ხალხსაც იცნობ ჭიათურის გარეთ რაღაცებს ხედავ, მე უფრო დავიწყე ამის დაფასება რა. მე პირადად ასე თუ ისე რა, უფრო რომ გამოვიტანეთ, ანუ ჩვენს იმდენად არ გვეგონა რა. მაშინ ერქვა სხვა სახელები, ხო? ბონდილა და მასანკანი და ბავშვობიდან რა, როგორ თქვა ახლა. ჭიათურაში კიდეც რაღაც ცალკე იუმორი, ეს ემოიმერული, ძალიან ისე ზუსტად ესმით რა, ჩვენი ფრაზები თუნდაც ანუ ხშირად გვიკითხებენ, რომ ვერ გვგებულობთ რაღაცა. ჭიათურაში ცალკე ანუ ზუსტად ესმით იმას, რასაც საუბრობთ რა. ეს უფრო დავტესტეთ ეს იუმორი, იცი როდის აი მასაკაზე საქართველოს ჩემპიონები გავხდით მაშინ რა. რაღაცა მაგით დაიწყეთ, მანსანკანით დაიწყეთ, გარე მანსანკანით დავიწყეთ კი. რა ერქვა თქვენ ჯგუფს? მაღაროელი. მაგრამ რაც ახლაც არის იმის მაღაროელი აღარ არის. ეხლა არის შავი ოქრო. ბავშვები არიან ხო ჩვენი. ჩემპიონები გახდნენ სხვათა შორის. კი, ვიცი და საკმაოდ ნიჭიერები არიან. თუმცა ეს მანსანკანის ფორმატი ცოტა ისეთი შეზღუდულია. ჩვენი იუმორი რა, ან რაც იყო იქაური ყოველდღიურობა რაღაცა ისეთი. ხო, დავტესტეთ და ძალიან გაამართლა რა. ნახევარფინალი მახსოვს რომ იყო გადამწყვეტი რა. ჩვენი ის ბონდო და ბესიკასი ასე რომ თქვა და მე სადაც ამ ყველაფრის საწყისი აი ყველაზე მეტად მაშინ გავარდა რა. ნახევარფინალის თამაში იყო როცა
გადაწყდა ჩემპიონის ბედი. დავინახეთ რომ ეს იუმორი მაგრად მუშაობს, იმიტომ რომ ნამდვილი იყო რაღაცა არ იყო მოგონილი რა და ხალხთან ახლოს იყო და გარდა ჭიათურლებისა დანარჩენმა საქართველოს ისე გაიგო როგორც გვინდა რა. იმიტომ რომ მან ყველას ყავს ნანახი ბესიკა რა. კი, ყველას ყავს ნანახი და ყველას აქვს მეტლახი. ყველა მიცის კლდიაშვილიც და გაბრიაძეც და ეს რაღაცები თქვენთან ჩანს. სხვა შორის და ჩანს ძალიან კარგად. კი, მე ამაზე საჯაროდაც დამიწერია რომ ის რასაც თქვენ აკეთებთ, განსაკუთრებით თქვათ ნუგზარას და ლუიზას მიმართულებით. ხვალ და ზეგ ეგ აღარ იქნება ყოფით ცხოვრებაში. ეგ პერსონაჟები გაქრებიან. გარდაულად უკვე ნელ-ნელა ქრებიან. ანუ თქვენთან კი არ გულისხმობ ჩვეულებრივ ცხოვრებაში, რომელსაც თქვენ თქვათ გადმოსცემთ და ბაძავთ და ამიტომ ეგ ამბავი არ არის მხოლოდ თქვათ რაღაცა ერთჯერადი აქტი, რომელსაც თქვათ ვიღაცის სიცილის გამოწვევა შეუძლია რა. ყოფას ინახავს და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, მგონია ეგ. მანსანკანი ახსენეთ, ხო? მანსანკანი ალბათ არის კავეენად წოდებული უფრო ფართო ხალხში. ხო, უფრო არის რაღაცა ისეთი შეჯიბრობითობის პრინციპზე დაფუძნებული ამბავი, ხო, ძირითადად და რაღაცა შეზღუდვებს გულისხმობს. აი თავისუფლება უფრო, თქვათ, ფორმატებმა უფრო გაგზნო. რატო გეკითხებით ახლა გეტყვით. მე მაგალითად თქვენი სკეჩები დიდად არ მომწონდა სატელევიზიო შოუებში. გულწრფელად გეუბნებით რა. ანუ არ იყო ეს ხარისხი, რასაც თქვათ იქ ახორციელებთ, სადაც გაცილებით უფრო თავისუფლები ხართ. ხო და აი ამას ვამბობ რომ აი თქვენ ხომ არ ფიქრობთ რომ ძალიან გაგიმართლათ იმაში, როგორც იუმორისტებს, როგორც თქვათ მსახიობებს, რომ არსებობს ასეთი სივრცე დღეს სოციალური ქსელი და თქვათ ამის ნაწილი არის YouTube-იც, Facebook-იც, Instagram-იც და TikTok-იც, სადაც თქვენ წინასწარი შეზღუდვები არ გაქვთ. ამ ფართოდ მინდა ცოტათი მიპასუხოთ, ოღონდ არავინმეს მაინდა-მაინც კონკრეტულის კრიტიკით ან თქვათ რამესი. უბრალოდ მაინტერესებს აი თქვენი თავები, როგორი იყავით თქვენ თქვათ შედარებით შეზღუდულ ფორმატებში, როგორც არის მანსანკანი და წინასწარ დადგმული თქვათ ეს შოუები, რომელსაც ბევრი თქვათ ხელი ურევია და აი აქ სადაც თქვენ ხართ ყველაფრის ბატონ პატრონები. ცალსახად ჩვენთვის ახლა თქვათ ეს ამბავი ბევრად უფრო თავისუფალია რა, იმიტომ რომ იქ რედაქტორი ყავს კავენზე რო თქვათ ახლა მაგალითად და ხშირად ყოფილა უთანხმოება რედაქტორებთან და რაზეც შენ გეცინება იქ 4 რედაქტორი როზის ყველას თავისი აზრი აქვს და არ გაგაკეთებინებს იმას. თუნდაც კომედი შოუშიც ის იყო რომ შეიძლება მანქანა ყავს გასაეცხლე საერთოდ. არ ეცინება. კომედი შოუშიც იყო თითქოს თაობათა ბრძოლა იყო რა, რომ აი მაგალითად ერთხელ იყო ის რომ მოსა სკეჩი იყო დაპოლიძეს თქვათ. ეს ჩვენი სოციუმის ნაწილია და ამაზე უნდა იხურო და იყო ერთი ამბავი რომ გავაკეთოთ ეს სკეჩი თუ არ გავაკეთოთ. საბოლოო ჯამში გაკეთდა ეს სკეჩი და ძალიან დიდი გამოგონებობა რაზე იყო რომ დაპოლილების პოპულარიზაცია არ მოახდინოთ, ხო? ეგეც ესმის გასაგებია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაშიც იყო ხოლმე სასაფლაო სკეჩს გავიხსენებ ესე ვთქვათ ჟარგონში ჟუტკია, ანუ ცუდი საყურებელი, მაგრამ დღესაც უყურებს ხალხი. ეგ გონი ყველაზე გაიგო. ხო, აღდგომა სასაფლაოზე ნუგზარა და ლუიზა და რა ხდება იმერეთში, ზემო იმერეთში. მაშინ უკვე ეგ გერქვათ? ხო, იქ პერსონაჟები ეგ ნუგზარა და ლუიზა კომედიაში და ცალკე მე თავისუფლად რო ვიყავით და რაც გვინდოდა იმას რო ვაკეთებდით. იქაც ამოჭრილია ეს კაიში რაღაცები რა, იმიტომ რომ დედაშენის საფლავზე რა არის მოგიკვდება დედაშენის საფლავზე, ანუ ერთ-ერთი უძახის ნუგზარა რომ მოგიკვდება შენც დედა და მასე დაგაფასებენ ან რაღაც ის. არ გადმოვიდა დედა. ფრაზა, რომელიც ძალიან ხშირად მომისმენია რა, ვინმე არ გადმოვიდა ახლა გვერდის პროდო. მოგიკვდება შენც დედა, ციური ბიჭია. ის კალის ესება ვიზეც ამბობს რომ მოგკვდებაო. კომედიაში უფრო იყო ეგ ვიდრე მანსანკაში, იმიტომ რომ იმ დროს მანსანკანი იყო უფრო თავისი მხრივ რაღაცა იდეის მატარებელი, რომელიც პროტესტიც იყო, ასე ვთქვათ, პროტესტ, ხო, პროტესტ რაღაცა მანსანკანიც იყო რაღაც სათქმელი რა, ახალგაზრდა თაობისთვის, რაღაცა ისეთ რაღაცას ხო, როგორ ცხოვრობთ თქვენ ჭიათურაში, როგორია ჭიათურა, რა მოგწონთ რა არ მოგწონთ. თვითკრიტიკა იყო ხოლმე კაკრას ჭიათურაზე, რომ აი ასე ძალიან ბევრი შუტკა ხუმრობა არსებობს ამაზე, რომ რაღაც ჩვენთან ფული არ უფასურდება და იმიტომ რომ თვითკრიტიკა იყო ძირითადად ჭიათურიდან გამომდინარე და იყო ეს პროტესტის თამაში და სხვადასხვა ძალიან საინტერესო თამაში არის.
ძალიან მიყვარს მასანკანი კავაენი ასე ვთქვათ. ხო, კომედიაში უფრო იყო. ეგ შეზღუდული. უფრო მეტი შეზღუდული. ხო, მაგანაც განაპირობა ის ჩვენი ნაბიჯი რომ რაღაცა წამოვედით ჩვენი ამბავი დავიწყეთ რა თქმა უნდა. დიდი სიყვარული ყველას, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ როგორც სცენარისტებმა. სცენარისტად აღზრდაში 2 წელზე მეტი ვიმუშავეთ და ძალიან ისეთი კარგი დღეები გავიარეთ რა. ხო, თუმცა დადგა მე ის პერიოდი, როცა გადავწყვეტეთ, რომ თავიდან ბოლომდე გაგვეშიშვლებინა ეს. აი ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია რა, რაც არ უნდა ვიღაც ტიპებმა იძახონ, რომ ჩვენ ძალიან მაგრები ვართ და სულ არ გვაინტერესებს ხალხი რა სიტყვის და როგორ გამოგვეხმაურება. ეგ არის გარდაუვალი, თქვათ, აბსურდი, იმიტომ რომ რეალურად ვინც რაღაცას აკეთებს გულისხმობს იმას, რომ ვიღაცა უნდა შეაფასოს. წერლობაშიც ეგრეა, იუმორშიც ეგრეა, აგერ ამ პოდკასტს რო ვიღებთ, ყველგან ეგრეა. რომ ვიღაცამ რაღაც უნდა გითხრას, ამის საპასუხოდ, ხო და აი ეს როგორი იყო პირველი დიდი რეაქციები, რომელმაც თქვათ თქვენი სტიმული განსაზღვრა მე ამ სფეროში მონაწილეობას. ხო, ეგ იყო პირველივე ვიდეოდან იყო. იმაში გეთანხმები რომ არ მაინტერესებს ხალხის აზრი, აბა რატო აკეთებ? ხალხმა თუ არ შეგიფასო, რა აზრი აქვს მაშინ შენ შემოქმედება ზოგადად. მე ვერ ვიტყვი მადლობა მაყურებელს, მადლობა უფალს ვერ ვიტყვი იმას, რომ ვიწვალეთ ხალხი ან მაყურებლისთვის რა. ადვილად გაგიგო. აი ეგრევე პირველივე ვიდეოდან მოყოლ ეგან შენ სახსენე და მოყოლიც გვაქვს, რომ დავდეთ თუ არა პირველი ვიდეო, თან აღვნიშნეთ რა. ხო და მოდი 10 წუთი არ ვნახოთ რაღაც 1 საათი არ ვნახოთ. 10 წუთში შევედით, ახალ გაკეთებულ გვერდს 1000 ლაიქი აქვს უკვე ვიდეოს და ხალხის კომენტარები, რეაქციები და იმის მერე დაიწყო. რა იყო ეს ვიდეო, ხო არ გახსოვს? როგორ ის არ ქვით. ბესიკა და ბონტო ჩობობენ, მე ტელევიზორი მიჭირავს და ბოლო ქვინი დაიშალა იყო. ხო. და ბანარი შესწრებაზე თუ რაღაცა, მე მგონი საბანაოშიას რომ ბესიკამ თუ რაღაცა ეგეთი იყო. დაიშალენ და ამან ტელევიზორი წამოიღო და ეს მუჩურ ყავდა ეს ზაზარებს თავის ტელევიზორი. ბოლო ქვინი დაიშალა იყო პირველი ხო რაც დავდეთ ჩვენ სარხზე და გავარდა რა რამდენიმე ვინც ვიყავით იქ 6 თუ 7 ადამიანი ვიყავით დავალაიქეთ რაღაცა წკაპ და უცებ თითქოს ელოდა ხალხი ამას რა კავენის მერ თითქოს ელოდა თითქოს შიმშილი იყო ხო ხალხი ამ ტიპის იუმორის იმიტომ რომ მართლა განსხვავებული რაღაც შემოიტანეთ იქ ბევრი ცდელობა იყო ამ სოფლის თემების გათამაშების მათ შორის სხვა სკეჩებში ამდენიმე კარგი პერსონაჟი არსებობდა ესე არ არის რომ ხაზი გადაუსვათ სატელევიზიო შოუებს მაგრამ საბოლოოდ თქვენ რაღაცა ისეთი დადეთ რომელიც ძალიან ახლოს აღმოჩნდა ყოველდღიურობასთან და ადამიანებმა საკუთარი თავი დაინახეს და საკუთარ თავზე გაიცინეს. ეგ არ არის ადვილი ამბავი, საკუთარ თავზე გაიცინე. უფრო მეზობლები ფიცე. თავის თავს ძირითადად უფრო ეს შეიძლება არ აღიაროს. ხო, არ აღიაროს. ადამიანმა და მე არა ვარ სხვა არის რომ დასცინიან, მაგრამ უფრო მისი მეგობარი ან მეზობელი ან ბიძაშვილი. ზუსტად იგე ჩემი ბიძაშვილი რომელიც ახლა გამოსწორდა. ხო. მაშინ ხო ესეთი იყო და ვიცი. თავის თავს ხო უფრო მაინც არ ხედავ. ისე თქვენ დასცინით საკუთარ თავს. უპერს. მაგის გარეშე შენ იუმორს ტოპეტ ანჯულაში თუ ნუგზარ აკაკი გიორგიშის დავსინით აკაკი გიორგიებს იქ მაგას გეკითხებით რომელიდან კი ტოპეტ ჩვენ ანუ ჩვენი გადამხდარი ისტორიები ბევრია ტოპეტ ანჯულაში ჩვენ რაც გადაგხსნა კი რა თქმა უნდა თუ შენ თავზე ხუმრობა არ შეგიძლია იუმორს ვერ გააკეთებ ციხეში ცხართ ნაჟდა ციხეში სპირობითი არ ქონია სპირობითი არ ქონია თუმცა ძალიან ხო ხუმრობთ ანუ ეს პერსონაჟები ჩვენთვის არის როგორც ახლა აკაკი და გიორგი ისე ტოპეტ ანჯულაც იმდენად ახლოს იმდენად ვიცნობთ და იმდენად რაღაცას რაც ხდება შემდაუნებურად რამდენიმე პერსონაჟი დავანალიზებ ხოლმე ასე ეგეთ ხალხი ხდებოდათ ხო ჭიათურაში ბავშვობაში კი რა თქმა უნდა კრებსითია რა თქმა უნდა ხა შეკრებილია ადამიანები და ვინმე კონკრეტული არ არის ხო ვერ იქნება არ არის დაჯილდოებული ამ ბევრი ნიჭით რაც აქვს ჩვენს პატიცებულ პერსონაჟებს მაგრამ ხო იმ ხალხის რაღაცა ნაკრები არის საუკეთესოები არის ამოღებული და ბესტები იცი რა არის საინტერესო ნაწილი არის ის რომ როცა ჩვენ თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ ხო ეს თავისუფლება მაინც არის პირობითი იმიტომ რომ ხო უყურე როგორ არის ჯერ თქვა როცა სოციალურ სივრცეში გამოდიხარ გარდაულად გჭირდება რაღაც ტიპის თქვა ჩარჩო მე ამ ჩარჩოს კიდე თქვათ ზღუდავს ის რომ ვიღაც ბიზნესი ყავს მხარდამჭერი რომელსაც თავისი რაღაც მინიმალური პირობა მაინც აქვს
მერე სოციუმში წესები იცვლება და თქვათ კარნახობს ისეთ რაღაცას, რომელზეც ხუმრობა მაინდა-მაინც შეიძლება არ არის მიღებული ან არის. აი ამას როგორ ახერხებთ, რომ ბეწვის ხიდზე გაიაროთ და აი პოლიტკორექტულობას რასაც ეძახიან, ეგ თქვათ თან ცოტათი დაიცვათ, მაგრამ ძალიან ცოტათი ბზარავდეთ მაგ ამბავსაც რა. ხო, იმიტომ რომ თქვენ გიხუმრიათ რაღაც ისეთ თემებზე, რომელსაც კრიტიკაც მოყოლია, ხო? იქ რაღაცა ფემინიზმზე და სხვა. ო, მაგაზე კინაღამ დაგვიბლოკეს გვერდი რეპორტები მოგვივიდა ძალიან ბევრი. გვაგინეს აღარ ერქვა. ხო და აი მანდ როგორ რეაგირებთ და რა არის თქვენი თქვათ რა როგორ ეძახიან დღეს იმას red flag-ი რომელსაც არ გადალახავთ. მე ვიტყვი რომ თავიდან როცა უფრო ბავშვები ვიყავით, უფრო ახალგაზრდები, უფრო მეტი გამბედაობა ქონდა. ხო არა? მოგტეხათ ცხოვრება. გამოცდილება თავისაშვება რა, უფრო ხდები რაზე უნდა იხურო რაზე. ჩემთვის ახლა მაგალითად დაცინო არ არის იუმორი და ბავშვობიდან მაგას პრიმიტიული არ შეიძლება რომ ადამიანს დაცინო ნაკლზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რელიგიაზე ხუმრობაც ამ ქრისტიანობა იქნება თუ მაგრამ მუსლიმანობა არ არის. ხუმრობთ თუ როგორ ვიგებთ ამ რელიგიაში, აი მაგალითად მუგზარა და ლუიზაში არის ეგ. აი ხა იყო მამა ფლექსიმეს ამბავი და მუგზარა რომ ორი ხელით იწეს პირჯვარს ახლა ეგ პრეხელობა არის. ეგ არ არის ეგ ძალიან სწორად თქვი ეს რელიგიის კრიტიკა კი არ არის, რელიგიის გაგების კრიტიკა არის და ძალიან საინტერესოა და მისასალმებელი ამბავია, ხო ეგ მამა ფლექსიმეს ამბავზე მეც ძალიან გამიცა. თეთრშანი ჭერემას ერთი თვე ვიცინოდით ჩვენც მაგას და იმ კაცმა ვინც არის ეგ კაიგო სხვათა შორის ნებართვა ავიღეთ რა ხო ისე შეიძლება მამა ფლექსზე კი არ გეკითხებით მამა ფლექსიმეზე გეკითხებით არა არ დაუწერე კომენტარებს ორე მამა ფლექსი ეგ ამბავი ახლა აღარ არის ანუ ის რა ამბავი არ გვჭირდება მაგალითად რამე ისეთი ჩაგდება რომ რაღაცა გავარდეთ რა და შეიძლება ანუ ეგ რამდენიმე ამბის გამო გაკეთო შეიძლება პროვოკაცია შეიძლება მოაწყვე იმიტომ რომ ხო ხტები ის რამდენი კომენტარის დაიწერება შენთვის არ აქვს რომ ცუდია თუ კარგი ან უნდა გავარდე რა რაღაცა გლობალური უნდა იყოს ვიღაცამ უნდა გნახოს ვიღაცამ თავის აზრი უნდა დააფიქსიროს ეგ ამბობ რომ აღარ გჭირდება იმდენად არ გჭირდება იმიტომ რომ ძალიან ისეთი ჩვენი მაყურებელი ყავს ბოდიში და სექტასაც უწოდებ ხოლმე ერთმანეთს და ხო ეგრე არ ვიქცევით რომ რაღაცა ისე ჭირდებოდეს ასე ვთქვათ ანუ ახლა უკვე ხართ იმ ეტაპზე რომ ხარისხს მეტ ყურადღებას აქცევთ ვიდრე იმას რომ რაღაცა კონექტორას და ვიდეო სულ ქონდა დადებული და რაღაცა ეგრე უფრო გამოჩნდა თუმცა დღესაც ხუმრობთ იმ თემებზე და რა ვიცი დღესაც იმ აზრზე ვართ რა აი ხარ ცოტა ვერიდებით ეგეთ ამბავს რა უფრო ისიც არ არის რომ ჩვენ რაღაცა გვინდა გულით და ვერ ვაკეთებთ ზოგადად როგორც ვფიქრობთ ცხოვრებაზე ალბათ ის არის წარმოჩენილი ჩვენ სერიებში თორე რაღაცაზე ხუმრობა გვინდა და ვიზღუდებით არ ვზღუდობთ ჩვენ თავს იმიტომ კი ბატონო შენი თავი თუ შეზღუდე მე პროექტიც არ გამოვა ისე კარგი მოდი ახლა გადავიდეთ უშუალოდ იმ სერიალზე რითაც მაგალითად ჩემთვის პერსონალურად ცნობილები გახდით ხო გულისხმობ კეთილებს ჩვენც გევიმართებთ ეს ჩვენც გევიმართებით რაღაცა ისე წყევლასავით სათაურია ანუ ნიშნავს იმას რომ ვერასდროს ვერ გაიმართებთ მაგრამ იმედით ჩანს ხო იმედი ჩანს მაგრამ ნუ თუ გაიმართეთ სერიალი დამთავრდება ხო იცი ეგ იმპერატორის ეგეთი ამბავი ჩვენც გეიმართეთ ნახავთ ეგეთი ინტონაციით ნათქვამი უკვე ნიშნავს რომ ვერ გაიმართებთ ტურისტების ამბავია გარდაუვალე მოდი დავიწყოთ იმით როგორ დაიბადა მესმის რომ ეს ამბავი განაპირობა იმან რომ პატარა-პატარა ამნაირმა ვთქვათ ვიდეო ამონარიდებმა მოიპოვა ძალიან დიდი პოპულარობა ის ლუიზა რო ვიღაცას გათხოვებას მოუწოდებს ეგ მანამდელია? ხო, ეგ პატარა-პატარა სკეჩები. ეგ იყო საერთოდ პირველი რაც ვნახე. მე რატომ მე მყაცოლი არ მყავდა მაშინ მე რატომ ანახეს არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში მე მგონი ეხი ირიბად შეტრიალდა ეზრახულობა. ხო და როგორ დაიბადა ამ სერიალის იდეა? სერიალად ქცევის იდეა. სერიალი აი წეგან რაც თქვი პირველი ვიდეო დავდეთ თქო ბესიკა და ბოდომი ჩხუბა თქო. მაშინვე სერიებად დავიწყეთ იყო ერთწუთიანი ოღონდ სერიები და მე ოღონდ ეს იყო Facebook სერიები. ხო და სულ გვინდოდა ჩვენ სერიალის გაკეთება, მაგრამ ეს პერსონაჟები ბესიკა და ბონდო არ იყო ისეთი, რომ დიდხანს ესე თქვათ ყოფილიყო აქტუალური. ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში ეგრეა, თორე დღესაც წერენ, რომ ბესიკა და ბონდო დააბრუნეთ.
ხო და ტოპე და ტანჯულა რო გამოჩნდა რაღაც ხალხი წეს დინოზავრები დააბრუნა ხო დაახლოებით ტოპე ტანჯულა რო გამოჩნდა და იქ ორი პერსონაჟი ყავდა კიდე ნუგზარა ლუიზა უკვე ვიფიქრეთ რომ იმ ხელა ბაზა იყო სერიალი გაგვეკეთებინა მე გიომ თქვა აი ტარასა რო არის ტოპეს ბაბუა ის პერსონაჟი ყავდა კიდე და უჩინარი პერსონაჟი ხო იყო ბაზა ესე ვთქვათ რომ პაჭკოიჩი ყავდა თქვენი მეგობარი ხო ჩვენი მეგობარი და რო შევატყეთ უკვე რომ იყო რამდენიმე პერსონაჟი ვისაც შეიძლებოდა სერიალის გადაღება ეგრევე დავიწყეთ რა თავიდან სხვადასხვა კომედიაში უნდა დაწყებულიყო ეს სერიალი მაგრამ ზაზანოზაძე იყო რეჟისორი ხო პირველი სანამ ზაზას ეს თემა ხშირად აქტუალურია დღესაც რამე უხერხული თემა არის არა უბრალოდ ზაზას იდეა გონია ბერს და ესე შემდეგ და ასე შემდეგ და მე ნუ უბრალოდ რეჟისორად ვიცი რომ იყო პირველი სეზონის დამდგმელი რეჟისორი იყო რა ოღონდ პირველი სერია გადაღებული გქონდა რა და ოღონდ ის არ გავიდა რა სულ პირველი სერია რაც მე ვიცი გადაღებული ქონდათ უკვე დაწყებული ქონდა გადაღება პანდემიის დრო რო არის და ქუჩაში რომ მოეხეთებთ ხო ეგენი მე გავცივდით ყველა კორონა დაგვემართა და მე გავიცანით ზაზა პირბადიან ადამიანს რო ავიწროებთ ერთ პროდაქშენში ვიყავით მოკლედ და ძალიან საინტერესო რაღაც გამოგვივიდა მაშინ ჩვენთან რეიში სადაც მათ მონღოაწეობდა და ჩვენ ხო დაწყებული ქონდა ორი სერია დაწერილი ქონდა უკვე საზარო გავიცი ქონდა ხო მაგრამ ის კადრები მე გადავაგდეთ თუ შევინახეთ იმიტომ რომ რაღაცა ვერ გამოვიდა ისეთი რაც ჩვენ გვინდოდა ამოუწყდით გადაღებაზე ძალიან რთული იყო რა ეს ორივე ხაზი უკვე მოფიქრებული ქონდათ ხო ერთი უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა ტიპები ტოპე ტანჯულა ერთი მათი ვთქვათ კი კომედიაშივე იყო ნაფიქრი და ეგ იდეა გავაცანით იქ და მაგიტომაც მე მოხდა რომ ჩვენი ამბავი დავიწყეთ დიდად ვერ დაინახეს ეს პერსონაჟები და მესმის აქედან გამომდინარე ძალიან რთული იყო პირველი სერიის გადაღება მაშინ მახსოვს რომ არავინ ან ჩვენ ვიყავით და ძალიან ისე საშინოდ მახსენდება მე რა ხდებოდა მომიყევით ცოტა ჭიათურაში ყველაზე ცუდი პერიოდი იყო გაზაფხული სანამ დადგება აი ზამთარი იყო საშინელი სიცივე სულ წვიმა ქარი პერილის პირასთან დინარის პირას ყინვა და ისეთი იდეები გქონდა თან მაშინ რა პირველი სერიისთვის რომ ამის გადაღება არის ძალიან რთული რა როცა არაფერი არ გაქვს არაფერი არ გაქვს იმას გულისხმობ რომ არანაირ თავს ვერ შეაფარებდი რა სცენარო თავდებოდა შემდეგ სცენაზე გადავდიოდით კი სამე კი არ შევდიოდით კამერა ვაგინში რაღაც ვიძუძგებოდი რაც რომ მოიფარე ფიქრობ და ხო არ ვიცოდით რა გამოუცდელები ვიყავით და სკეჩი სხვა რაღაც არის სკეჩზე შედიხარ რაც ყოფილი ხდება ოპერატორი ხდება პავილიონი რეკვიზიტი ყველაფერი და აქ უკვე ყველაფერი შენი გასაკეთებელია რეკვიზიტი მსახიობიც აი ყველაფერზე შენ უნდა იფიქრო და ეგ გამოცდილება არ ქონდა რა ცოტა მარტივად გვეგონა მოდის სიმართლე ვთქვა და არ აღმოჩნდა ეგრე რა ვალერას პერსონაჟიც არსებობდა ვალერას პერსონაჟი კომედიური ინტელექტუალური ტიპი რომელიც ბოლოს ძალიან შეიცვალა და ამ ცვლილებებზეც ორი სიტყვა მინდა ვთქვა და მე ცოტა სხვა თემებზეც გადავალ ხო და ეს პირველი სეზონი აღმოჩნდა წარმატებული. კი, ერთად ზაზასთან ერთად გავაკეთეთ კომაკ დავამთავროთ ეგ ამბავი ხო. ერთად დავიწყეთ ასე რომ თქვა და ძალიან საინტერესოდ გამოვიდა მაშინ ზაზას პირველი ლამიჯები იყო მაშინ ასე რომ თქვა რეჟისურის მხრივ, კადრის მხრივ და მე მგონი ჩვენი ნახვების, კომენტარების და რავი ხალხის რეაქციაც საუბრობს იმაზე რომ ძალიან საინტერესო გამოვიდა რა. მან იყო წასვლის ამბავი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ზოგადად, ხო, იმიტომ რომ ეს თანამედროვე საქართველოს ნაწილია, რომ მუნიციპალიტეტს დღეს წოდებულს რაიონს, რა ვიცი, ქალაქს, ყველაფერი რაც გინდა დავარქვათ, ქალაქი უნდა ვთქვათ, არა, ტოპემ შეიძლება დამარტყას. დაურტყია. ქალაქური ხელი. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ადამიანები ტოვებენ, რომ ცხოვრება გაიუმჯობესონ, მაგრამ არ გამოდის. ხო, მიდიან თბილ ქვეყნებში, მაგრამ ნუ ის ქვეყნები არც ისე თბილი აღმოჩნდება საბოლოო ჯამში. და ხან მიდიან, ხან ბრუნდებიან, ეს რაღაცა ისეთი ნაწილია, ხო? პირველი სეზონი გარდაუვალი ნაწილია, მაგრამ არის ხალხი, ვინც იქ რჩება. ეს და ნუ რეალურად არც გადის, ხო? მე არ მახსოვს, ისინი ჩამოყოლიათ თბილისში ჩამოყოლიან. კი რაღაც საყიდლებზე ჩამოდიან მაქსიმუმ ხო საყიდლებზე ჩამოდიან რომელიც ხან სპონსორი გთხოვთ რომ ჩამოვიდნენ ხან თქვენ ჩამოყავთ ეგ ჩვეულებრივი ამბავი მოდი ამ პერსონაჟებზე მითხარით ორი სიტყვა ცალ-ცალკე რა აი ნუგზარა და ლუიზა ხო
მე მესმის რომ ეგეც გარემოდან ისესხეთ და მე გადავიდეთ მეორე სეზონზე, რომელიც ეს ციხის სეზონია და რაღაცა მნიშვნელოვანი იყო მთლიანად თქვენ დაიწყეთ, ხო? რახან ტოპეტანჯულაზე მაინც თქვით რომ საკუთარ თავს თქვათ იმეორებთ. აი ნუგზარ და ლუიზაში ვიღაცეები გაიმეორეთ ცხადია და ხომ არ ეწყინათ მაგათ. არა, ჭიათურელი, ნუგზარი და ლუიზები როგორ შეხვდნენ საჩხერელი, რა ვიცი, ბაღდადელი, პოზურგეთელი, აბსოლუტურად. მე არ მომისმენია ის, რომ ცუდი რეაქცია ქონდეს ვინმეს, იმიტომ რომ პირველ რიგში ხოლმე თავის თავს ვერავინ ხედავს და ისედაც ეგეც ხო არ არის ნუგზარას და ლუიზას თვისება. თავის თავს რო ვერ ხედავენ, ხო, რა თქმა უნდა. თვითონ მათივე. ყოველთვის სხვა არის დამნაშავე. რა თქმა უნდა, ნუგზარის რო კითხო, მაგაზე მაგარი კაცი არ დადის ქვეყანაზე. სტალინი. სტალინი ერთი პოტიში აღარ დადის. როგორ არ დადის? სიზმარიც სიარული. ბოლო სერიაში ქონდა შრომა რატომ კლავს მე? თუ აკეთილ შობილებს ნუგზარა შრომა ვისახსოვს რა ვიცი. დასვაში მუშაობდა ერთი და იქაც დირექტორად იყო მე მგონი. თვითონ ასე სვამ დაიქაც და ვალერთან ძალიან სერიოზული ლაპარაკები იყო მე მახსოვს. გადის ჭიათურა, გადის ქუთაისი, გადის ის ძალიან ფილოსოფიური ამბავი იყო. რამდენიმენაირად გაიგეს ახლა ეს პერსონაჟები რა, ანუ ზოგადად ახლოს არავინ არ გესაუბრება ამას, ისე შეიძლება იყო, ადრე იყო ხოლმე ეს მოძახილი. შორიდან დაგიძახე მე რომ ნუ აჭყანავებ თქვენ ჭიათურას რაღაცა ეგეთი ისინი იყო ხო რა რაღაცა. ესეც ირიბიწყე. მაგრამ ხო, არა მე რომ მიხვდნენ რომ პირიქით. ხო, გაიზარდა ესე ვთქვა ჩვენთან ერთად ეს მაყურებელიც რაღაცა გავაცანით ეს პერსონაჟები რომ რაღაცა აგრესია არ მოდის პირიქით წეხან რაც აღნიშნე არის ეს თაობა დარჩენილი რომელიც ვეღარ გაგრძელდება ნამდვილად ხო და ვეღარ იქნება ეს ალბათ თქვენი მშობლებიც კი არ არიან მაინდა-მაინც ლუიზა ჩვენი მშობლებიც არ არის ხო მაგას ვიძახი რა ცოტა ქვევის ხო მშობლებს ბებიებს და თქვენ მშობლებს შუა მერყეობს ნუგზარ ლუიზობა ბევრი ნუგზარა და ლუიზა არსებობს, ბევრი ტანჯული არსებობს და მაგიტომაც დედის გულის ვარდი არის. კი და ძალიან ახლოს არის ეს ხალხი, იმიტომ რომ ჩვენ ახლა სკოლა ქალაქში დავამთავრეთ, მაგრამ ის იქაური ცხოვრება ესეთი შაბათ-კვირას სოფელში მიდიხარ უეჭველი და თან ახლა მიუხედავად იმისა რომ ტოპე მაგაზე ესეთ რთულ რეაქციებს გამოხატავს, მე თვითონ ოზურგეთიდან ვარ და ხშირ შემთხვევაში ზღვარი ხო არის ძალიან ბუნდოვანი. პატარა ქალაქს და სოფელს შორის. ხო და ხო რეალურად ახლა სერიოზულად რო ვთქვათ და ის განცდები ხომ ჩვენ მაგალითად ძროხა გვყავდა სახლში, ები, ხორებიც გვყავდა და ყველაფერი გვყავდა რა, მაგრამ თან ახლა რო ეკითხა, კალანდარიშვილის ქუჩა 12, თავისუფლების ქუჩა რქვა მერე. ეხა ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძროხა მოდიოდა მერე ამ 12-აში აგნებდა. კი არა პრობლემა, ეს გარდამავალი. ჭიათურა მე ვიტყვი რომ ჭიათურა უფრო ჩვენთვისაც უფრო ქალაქად აღიქმეოდა რა. და რაღაცა თითქოს ეგ ზღვარი უფრო საინტერესო იყო, იმიტომ რომ ჩვენთან რა მე ხო რაღაც ქუჩაზე ვცხოვრობდი, კიდე სხვა ქუჩებიც ხო იყო, მაგრამ ყველა ამ ქუჩის ადამიანი ქალაქში მივდივარ რომ ამბობდა თლად ცენტრში რომ მიდიოდა იმას. ჩვენც მასე. ხო, აი თლად აი ცენტრში რა, აი ფეხი უნდა დაედგა, ბაზარი სადაც იყო, ის იყო ქალაქში მივდივარ. ქალაქში ცხოვრები სხვა ხალხი. ჩვენთანაც ეგრეა. ქალაქში ჩავდივარ რომ მეცოტა. ედიკოსა და რომ მირეკავდე საათარ ქალაქში ვარ. ქალაქიდან მირეკავდა. რაღაც აი ამ ხელა მონაკვეთი პოდკასტის სიუცის ხელა მონაკვეთი. ჭიათურასთან ცენტრში მოხვდები ყველა ნებისმიერი ადგილიდან ჩახვალ 10 წუთში ფეხით აი ნებისმიერი. სადაც იყო ისე ცენტრში მაინც მოხვდები 10 წუთში. მე ძალიან მიყვარს ჭიათურა სხვა შორის. ჭიათურა საოცარია ნამდვილად შესანიშნავი ხალხია და ისეთი საინტერესო ქალაქი რომელიც სულად შესაძლებელია რომ იყოს გაცილებით უკეთესი. იმედი ბევრი მიზეზის გამო. მაგრამ ნუ ვერ ხდება ეგ ჯერჯერობით და ეგ ერთ ხუმრობაში შენც გამოტანილი გაქვს სხვა შორის. რომელიც ისეთია ალბათ, ხო, ძალიან ხშირად აშვება ისმის, მაგრამ ნუ ესეთია ძალიან სოციალურია. ადრე მე მგონი პირველ თუ მეორე სერიაში სხვა პერსონაჟი ამბობს იქ რომ ბიჭები არიან. 1% რო ხმარდებოდეს. ხო, ეგ დევიზია ჩვენი ჭიათურებს. ეგ რამდენი სამჭიქას დალევს ჭიათურელი და ვინმე არის უცხო. გარდაუვალი საუბრობს ამ თემაზე. 1% რო ხმარდება. 1% ხმარდება. მაგრამ მართალია. მართალია აბსოლუტურად. თან. აი ქვეყოვა კი არა. ბანალურია, მაგრამ მართალია. თავზე გადაგვიდა. ზერო ხარდაჭერა ამ შემთხვევაში. აუცილებლად. მეორე სეზონი იყო ალბათ ტექნიკურად ძალიან რთული.
იმიტომ რომ ციხე შემოვიდა და ციხის კადრები ხა არ არის ადვილი გადასაღები. მე ციხე ვიცი შიგნიდან, იმიტომ რომ ასწავლიდი წლები და დღესაც დავდივარ და მართლა ძალიან გავდა ციხეს, სხვა შორის. რაღაც პავილიონი აიღეთ, ხო, რაღაც ძველი შენობა. კინოსტუდიის სარდაფი. როგორ გარისკეთ, რომ ეგ გადაგეღოთ? ანუ ეგ არ არის მარტივი გადასაღები ამბავი. თან ძალიან ბევრი მასობრივი სცენა იყო შიგნით. ხო, ეგ კიდევ ურთულესი ამბავი. ძვირიც და ძვირით ავესწავლა. ფიზიკურად არის ჩვენთან ისეთ ხელფასზე თუ ჰონორარზე გვიწევდა მუშაობა, რომ თქვენ თვითონაც და ალბათ იმ ხალხსაც ვისაც იქნება რა, აი თუ სტაფს თვითონ რა. არ ვიცი რა, ისეთი სახები და ისეთი ხელფასი თუ რაც ხო ჰონორარი რაღაც. ანაზღაური. არ ვიცი რა, მაშინ თან მით უმეტეს მაშინ ცოტა იაფიც იყო, ასე რომ ვთქვათ, ან მასოვკა, ასე რომ ვთქვათ, ვინმე მსახიობი ან რაღაცა. იქ დაახლოებით 40 ან 30-ის მსახიობი ყავდა ხოლმე თვითონ გადაღების დღეზე და ეს იყო ძალიან რთული ამბავი. ჯერ აწყობა თავიდან ბოლომდე რა. ეგ იყო სარდაფი, სადაც რაღაცა წყალი ჩამოდიოდა, რაღაცა ძალიან ცუდი ამბავი იყო რა. ჩავიყვანეთ რაღაცა დენიშები ვიყვანეთ, რკინის კარებები ჩამოვკიდეთ, რაღაცა ლოგინები, ანუ ისე მოვაწყვეთ რა, ძალიან გული და სულით ვიწვალეთ, ასე რომ ვთქვათ და თვითონ იდეა იყო, აი ხანი მქონდა ეგ იდეა რა, რაღაც პაუზა მქონდა და ძალიან გვინდოდა რომ გაგვიკეთებინა, იმიტომ რომ ვიცოდით რომ გავარდებოდა რა, რაღაც ისეთი თვალისთვის ძალიან ისეთი საინტერესო სანახავი იქნებოდა. ხო, ადამიანს მოსწონს კონფლიქტი, დახურული სივრცე, ცოტა ესეთ სუბკულტურა. ასე რომ ვთქვათ, ძალიან კარგად გამოვიდა მაინც რა, 11 სერია გვაქვს მათაც გადაღებული, ცოტა რთული იყო. მე მგონია რომ ძალიან კაი სეზონია. კი, ძალიან რთული იყო მაგის დაწერა, იმიტომ რომ ერთ სივრცეში თან ყველაფერს ვერ იღებდი იქ რა. რამდენიმე ოთახს იღებდი, დერეფანს იღებდი, სამზარეულოს და ჩვენ საკანს. ისიც იმის საშუალებაც არ იყო, რომ სხვა საკანში სხვა პატიმრები გადაგვიყო რა. გასეირნებას ვაკეთებდით ხოლმე და ეგიც ავაწყვეთ ნასაგურში. აი დიღმიდან დავდიოდით ხოლმე ნასაგურში, ლილოში. ხო, ის რაღაცა კალათბურთის ტრიალინდორზე, სადაც ავკარში მის არ მიყვარს რა ქვია. რო დახტიან იმას რა. კალიები იყო როგორ იცი? აი რა გითხე. და სიცხე აგვისტოში ვიღებდი. ალბათ 47 გრადუსი სიცხე იყო ხოლმე და ნასაგურში ვიღებდით ხოლმე მაგის ხელს მოითხოვს. ხო, გამოსავალი. მან გამოჩნდა ის რამდენიმე მსახიობი, რომელმაც კიდე განაპირობა ამ სეზონის წარმატებას და აქედან მადლობას. ხო, მე მგონია რომ მაგ სეზონმა შექმნა დანარჩენი სეზონებიც, მათ შორის ხაზებს გულისხმობ და ნუგზარა და ლუიზაც პარალელურად. ეხლა მე ფრაზითაც გავხსენი რა, მანდ განვითარდნენ ძალიან. ხო, თითქოს იმას ძალიან მიქონდა ეგ სეზონი რა, ყურადღების თვალსაზრისით, ციხის ამბებს ალბათ ხა კომენტარების უმეტესობა იმაზე იყო. ეგ მესმის, მაგრამ პარალელურად რა, თვითონ ამ ვალერას, ნუგზარის და ლუიზას ხაზი ძალიან მაგრა წავიდა მაგ სეზონში. ალბათ ხო, ერთ-ერთი საუკეთესო იყო რა. ის ასოლები თქვენი სამსახიობო პერფორმანსები სხვა შორის რა, უშუალოდ მაგ სეზონიდან უფრო მაღალ დონეზე. თან ის იყო რომ რეჟისურა იყო მთლიანად ჩვენი უკვე. ხო, მაგას ვამბობ, ეგეც ზაზა იყო და აი თუნდაც ციხეშიც ყველაზე მეტად პირველ ორ სერიაში გაგვიჭირდა რომ ჯერ ერთი 40 კაცი არც ერთ გადაღებაზე არ ყოლია და პირველ დღეებში 40 კაცი რო გყავს. შოკი იყო. არ იცი რა უნდა გამოცდილება და თეორიულად იცი რა. და ნელ-ნელა ჩვენთვისაც დიდი სტრესი იყო, თან ითამაშე, მოდი კადრი ნახე, მე წადი როლში შედი, ითამაშე, როლში შესვლა კი არ გვიჭირს რაღაცა, მაგრამ უბრალოდ მაინც ის გადაეწყო რეჟისორი. ეს არ არის, ეს ძალიან დიდ რეჟისორებსაც მაგრად უჭირთ, რომლებიც მონაწილეობენ. აკონტროლო, უფრო მეტად აკონტროლები გარშემო ვინ თამაშობს. ანუ თქვენ გიწევდათ რეალობად რეჟისორობაც, მენეჯერობაც, თქვათ, მე უკვე მარკეტინგიც და შვაში სცენარისტობაც და თამაშიც. დღესაც ეგრეა. კი ბატონო, მოდი დავუბრუნდეთ ბავშვობას, ოღონდ ცოტა სხვანაირი აზრით. ბავშვობა ჭიათურაში, სკოლა და წიგნები. აი მაშინდელი თქვენ ჩემზე პატარები ხართ, მაგრამ ნუ რაღაც ინერციით ალბათ ერთ დროც შეიძლება მოიხსენიოთ, ხო? მაინდა-მაინც წიგნის დრო არ იყო. მაგრამ მშობლები ალბათ გაძალებდნენ და გეუბნებოდნენ წიგნს. აი გითხე შენს ბიძაშვილს ნახე როგორ უყარდა, ხო ხედავ რამდენს კითხულობდა, შენ ვის გავხარ, კაცი არ გამოხვალ და ასე შემდეგ. თუ არ იყო ეგ ამბები. ჩვენთან უფრო გარდამავალი პერიოდი იყო ის, რომ ტექნიკაც შემოვიდა რაღაცა ესა. გაჭირვებული ცხოვრებას რაც შეეხება და 90-იანებს ჩვენთანაც იყო 90-იანები, არ დამთავრებული 2000-იანებში. მე მგონი ცოტა ახალ რაიონში მით უმეტეს ცოტა 15 წლის მერე დამთავრდა იქ 90-იანების და ხო წიგნთან მეგობრობა არ ვიცი ახლა როგორც ესეთი
მოდას ვერ ვიტყვი, მაგრამ ხო არ იყო მთავარი ამბავი ბავშვისთვის რა წიგნია, უფრო ბევრი სხვა რამე გვხვდებოდა ხოლმე რა. სადაგზად ცხოვრებაში. ანუ ხალხი იყო მათ შორის ბავშვებიც რა, გადართული იყო რაღაცა თავის გატანაზე უფრო მეტად რა. მაგრამ თქვენ არ გავხარ ხალხს, რომელსაც წიგნი წაკითხული არ აქვს. არა, რა თქმა უნდა, წიგნი ახლა ჩემ კლასში იყო მაგალითად ბიჭები კითხულობდით ხოლმე 5-6 ბიჭი ერთ წიგნს წავიკითხავდით. იან ბიბიანის თავგადასავალი მახსოვს. ტომ სოიერიც ერთად წავიკითხეთ რა. მე ჰეკლბერი ფინი, კალებლუნკისი და ერთად კითხულობდით ხოლმე რა. ერთი წაიკითხავდა, მეორეს მისცემდა, მეორე წაიკითხავდა, ბიბლიოთეკაში წავდიოდით ხოლმე კიდე. მე რატო გეკითხებით მათ შორის, იცი, არსებობს იუმორის ასეთი ტიპიც, ხო, რომელიც ტექსტიდან მოდის. ხო, აი ვთქვათ, ტომ სოიერის თავგადასავალში ეს არის. კალეში შეიძლება რაღაცები ვნახოთ, ხო, ქართულ რეალობაში ხო დუმბაძეს გავიხსენებთ ვიღაცებს. დუმბაძე ხო, ყველაზე ახლოს. აი ასეთი ხო ამას ვიძახი. ეს გამოცდილება თუ გაქვთ, როგორც იუმორისტებს, ტექსტიდან წამოსული. არ ვიცი. მე ერთი ყველაზე კაი კომპლიმენტი რაც მიმიღია, რომ დუმბაძის იუმორს გავსო რა. ჩემთვის დუმბაძე არის ნომერ პირველი მწერალი, იმიტომ რომ ესეთი ზღვარი კომედიას და დრამას შორის რა ვიცი, არავის არ აქვს. ერთ წამში რომ იცინი და მეორე წამში თან ჩვენი იყო თან. ტირი ეგეთი რაღაცა წიგზე ერთადერთი მიტირია, მაგრამ ბებია რო კვდება. დავიწყებ კითხვას და დღესაც არ მაქვს წაკითხული. ბევრჯერ მაქვს წაკითხული, მაგრამ ბოლომდე დღესაც ვერ მივდივარ. იმდენი მიცინია დუმბაძეზე, ალბათ საუკეთესო იუმორია და ყველაზე მეტად თუ რამე მოგვეხმარა ალბათ ჩვენი იუმორში არის ბატონი ნოდარი ღმერთმა. რა ზრდასრულობაშიც მაშინ ახალი ჩამოსულები ვიყავით თუ გახსოვს, შენთან რო ცხოვრობდით. ერთად ცხოვრობდით ყველა რავი. მეუნარგიაში. მათ წავიკითხეთ მე რამდენჯერმე ისე მებები ელიკოდენ ტელეფონში რა. ანუ იყო რაღაცა რთული პერიოდები, როცა იქ შველოდა, აი პროსტა საღამოს რამის გადაკითხვა რა და აი არის სასწაული წასაკითხია რა. ჩვენთვის ეს შესანიშნავია და მე ძალიან ახლოს რა აი ყველაფერი და მეც ხედავ ამას. ხო, შორის ისევე როგორც ხედავ. მე მაგალითად ცოტა ისეთ მეოცნებები ბავშვი ვიყავი რაღაც არის გავჩერებული რაღაც. სამ სკოლაში მივიდოდი ან სკოლიდან სახში რაღაც. ხო, ციგნში ეგ შეგიძლია გეფრინე ასე ვთქვა დუმბაძეს შეუძლია რაღაც გიყვება რასაც კითხულობ რა. ანუ იქ ახარ რა, იქ მიდიხარ მიფრინავ რაღაც ისეთ ფერადი ის იყო რა, გამოცდილება ასე ვთქვა ჩემთვის რა. ძალიან საინტერესო ხო და იუმორსაც შეეხება არ ვიცი. ყველა როგებს. ეგეთი მარტივი იუმორია. ან თქვენი გზაც ეს არის, ხო, თან ტრაგიკომიკული ჩემთვის, მაგრამ ხო, ის მაინც სხვა დონე იყო. ჩანტლაძე იყო კიდე ერთ-ერთი ამ შოთაშორის დიდად ბავშვობაში არ მაშინდელი სტენდაპის ტიპის გამოსვლები ხო, მაშინ უბრალოდ ნანახი მქონდა, მაგრამ ისე ზუსტად ვერ გებულობდი რა. ძალიან საინტერესო კომიკოსი. აი მესაფრავის ისა ამ ბოლოსაც რო უსმენდი. ძალიან ჭიათურული იყო რა. ეგ მინდოდა მეკითხა სხვათ შორის. ხო, მაგრამ მაინც მანამდე დავძენ, რომ დუმბაძე რა თქმა უნდა იგრძნობა თქვენში და ეს ძალიან მაგარია. მაგრამ ამავდროულად იგრძნობა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ხალხი, რომელიც იმერეთს წარმოადგენდა, ჩანს გაბრიაძეც სხვათ შორის. ჩანს რეზო ჭეიშვილიც და კლდიაშვილი ხო ჩანს და ჩემი განსაკუთრებული ინტერესი სხვათ შორის თქვენ და მე მაგან გამოიწვია პირველ რიგში, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხო შეიძლება ხა ეს განზრახულობა არ იყო თქვენგან, ძალიან ბევრი ლიტერატურა დავინახე თქვენს ტექსტებში, რომელიც თქვენ წამოიღეთ ხალხისგან. და ეგ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი აღმოჩნდა. ეხლა რა მინდოდა მეკითხა, ჩანტლაძე ახსენე. შეიძლება ამაზე არ გიფიქრიათ, მაგრამ ესე უცებ სპონტანურად შეიძლება მიპასუხოთ, ხო? ყველა ამბავი, ხო, რაც არ უნდა ვთქვა, გულისხმობდეს იმას, რომ შენ მაინც ორიგინალურობისკენ მიისწრაფი, გულისხმობს მემკვიდრეობას რა, ვიღაც წინაპარს. აი თქვენთვის ქართულ რეალობაში იუმორისტი წინაპრები ვინ არიან? ემოციური აზრით, ყავთ თუ არა ეგეთი ხალხი, ხო? სხვა ფაზა არსებობდა ქართულ იმაში. აი ბოლო პერიოდში იყო რაღაცა პასიანსის ფაზა, პარალელურად რაღაცა იუმორინას ფაზა, მერე უკვე დაიბადა ეს სხვა ტიპის თქვათ სატელევიზიო შოუები, ხო? იქ დათო გოგიჩაიშვილის შოუ იყო, იქ სხვა ხალხი არსებობდა. აი ვისი ტიპის იუმორი იყო ეს? ჩანტლაძეს ან ჩემთვის იყო ძალიან გამიკვირდა, ახლა ეხლა რასაც საუბრობდი, იმას გავაგრძელებ.
ძალიან გამიკვირდა ისეთ ასაკში მოусმინე რომ არ მეგონა მაშინაც თუ შეიძლება და ესეთი აბსურდული იუმორი ქონებოდა ადამიანს რა ანუ ეგ იყო ჩემთვის ძალიან კაცი იმიტომ რომ ამ ბოლოს მოусმინე რა ეს მესაფლავეს ისა რა ქვია სტენდაპი ხო სტენდაპი ამ ენით სტენდაპი მაშინელი ისე აღვიქონდი რომ რაღაცა ძველმოდურსა ვერ ვიტყოდი რაღაცა ის მაგრამ ხო არ ვიყავი დაკვირებული თუ მაშინაც თუ შეიძლება და ესეთი აბსურდული იუმორი ყოფილა გვიან აღმოაჩინე შენი წინაპარი აღმოაჩინე ჩემი წინაპარი ხო მაგმოძებ თქვა და ისა რა ქვია თან საინტერესო არის მაგამ ბავშვი ის რომ ერთ-ერთი ჭიათურელი კოლორიტი ადამიანის ის აქვს აღებული პატივცემულს რა არსებობდა ესეთი ადამიანი ჟორია ხო ერგემლიძე ეს საინტერესოა ხო რომელიც როგორც მოყოლილებიდან ვიცი რა ისე რამე ის გადაჭრით არა მაგრამ როგორც მითხრეს ჟორიას ასე რომ ვთქვათ ჟორია ქონდა აღებული ამ პატივცემულს ხო პერსონაჟი და აი ჩემთვის იყო საოცარი რამ რა რაც ვნახე ალბათ და პირველ რიგში ხო მაინც ანტლაძეს ვიტყვი წინაპრად რა ჩემთვის მაგაზე მაღალი დონის არავინ არ მე გამეორდები და არ ვიტყვი სატელევიზიო შოუებიდან ისევე ბატონ მოდოროს დავასახელებ იმიტომ რომ ეგრე გულიანად და გულწრფელად მე არაფერზე არ მიცინია აი მახსოვს რომ კითხულობდა რა უნდა რუსული სწავლობს მთელი რუსეთი რუსულად ლაპარაკობსო და ისე გულიანად ვიცი დღესაც მახსოვს როგორ ვიჯექ როგორ ვკითხულობდი და რა განცდები მქონდა რა რაც შეეხება სატელევიზიო შოუებს მაშინ ისე იყო ყველაფერს უყურებდი რა იმიტომ რომ ინტერნეტი ჩვენ ბავშვობაში იყო მაგრამ ღრმა ბავშვობაში ესე ვთქვათ რა ინტერნეტი და რა ან ყველასთვის არ იყო ეგეც სწორია კი და ტელევიზორში თუ რამე გადიოდა კომედი შოუში უოქალა იუმორინა რა ნებისმიერ რაღაცას უყურებდი და იქაც საყვარელი პერსონაჟები რა თქმა უნდა ყავდა ნიკა გრიგოლიაძე ვიждდებოდი ძალიან ახლოს იყო ჩემთან და სკოლაში განვიხილავდით ხოლმე სატელევიზიოებში ალბათ პირველი რაც მახსენს ბავშვობიდან ნიკა გრიგოლიაძე ზესტაფონელი კაცის სკეჩები ეს გაეროს ხტომა მეც მახსოვს ხო აი ეგ ხო აბსურდი არის აი ეგეთი აბსურდული იუმორი ქონდა ნამდვილად რა ქვავარგა და ვიძახი ციგარეტი არ ვარგა რა ქვავარგა ეგეთ რაღაცებზე აი აბსურდისკენ მიდრეკილება თქვენთვის მნიშვნელოვანია ხო რაღაცა ისეთი რომელიც წესით არ არის ხო ლოგიკის თვალსაზრისით სასაცილო მაგრამ კონტექსტურად ძალიან სასაცილო ხდება აი როგორც აი ხა ისე რო თქვა რომ ქვავარგა ის არ გაეცინა ხო ან დავწერო ქვავარგა მაგრამ კონტექსტში რო ჩასვამ თან როგორი ინტონაციით იტყვი ესეც მნიშვნელოვანია შეიძლება ძალიან სასაცილო აღმოჩნდეს ხო პარალელური ხალხი ვინ არის თქვენ მე მესმის რომ ეს ცოტა დელიკატური კითხვა შეგიძლიათ არ თქვათ მაგრამ აი მიმდინარე იუმორში თქვენი პარალელური შოუები ხო ხამის არდაფის ხალხი ჩემთვის საინტერესოა ადრეული ნაწილში ბევრი მიცინია მაგალითად ხო ბევრს ვიცინით ხო რა აი უსაშუალობის პირველ სეზონზე მაგრა ვიცინეთ დღეს თუ რამე ანუ ეგრე კონკრეტულად არ მახსენდება ეხა უცებ მაგრამ რომ მითხრა ვიზე რაღაცა და გავცემ ტიპასურს საკუთარ თავზე გიცინიათ აი მერე რო ნახეთ და მაგრა გამომსვლია არ უყურებთ ხოლმე რა სერია რო დამთავრდება ფილმი ეხა დღესაც არ გვაქვს ნანახი რო გადავიღეთ იმის მე არც მე არ მაქვს ნანახი ნახოთ ერთ საინტერესო იმაზე მოვყევი მაქვს ერთი ამონარიდი დუბლიონკით და რაღაცით რო დგას ხო ეგ აი სცენა იყო ერთი ვიცინე ლიმუზინის სცენა შეხვდა თუ 1-2 წლის წინ შეხვდა იმდენი ვიცინე ჭიათურაში რო ჩაგვყავს რა რაღაცები რო გავიწყდება მე გამართულანო ესენა ძველი სეზონები არ აქვს ნანახი არც მახსენდებოდა TikTok-ია ეგეთი ამის რომ ამოვარდება უცებ რაღაცა ძველი თან ისეთ მუსიკას დაადემენ წკავ TikTok-ში ხარ შენ ხო სკროლვა ესეთი ამბავი სიგარეტზე რო გამოდიხარ რაღაცა წევი წკავ მისკროლავ ხშირად ვარდება ხოლმე ის ძველი მომენტები და ძალიან სასაცილოა ჩვენ თავზე ძალიან ბევრი ვიცინია ბევრი დუბლი გაგფუჭებია იმიტომ რომ კი შეთამაშებულები ვართ ერთმანეთთან მაგრამ რაღაცებს ვერ უძლევთ რა რაღაცა ხო იცი რაღაცას რო აღმოაჩენ კიდე ახალს რა ეგ ხშირად ხდება აი მაგალითად ტანჯულაზე ეხლა რასაც ვსაუბრობდით რომ ტანჯულა ძალიან შეიცვალა უბრალოდ ტანჯულაზე ძალიან ხშირად გვიბუჭდებოდა ხოლმე დუბლები 78 დუბლი გვაქვს ჩამოტანილი სალიეთის გადაღებიდან როცა ტანჯულას ყავდა ცოლშვილი რა სამშვილიანი ქალი რომ მოიყვანა ცოლად რა ჩემი ლუკანა და
აი გიყო 78 ძალიან სურეალისტური სცენა იყო ცოტა საშიში ხო მახსოვს ღამე უყურე და ცოტა დავიძაბე იქ რომ მიდიოდი არა ვერ გადავიგე არა თუ ის პატიოსანი ფსიქოთერაპევტი რომელიც ძალიან რთულ დღეში ყავს მიმდინარე სეზონში ცვლილებებზე მინდა კითხოთ პერსონაჟები იცვლებიან ვიღაც თქვენ დაცემის დაწყების წინ მითხარით რომ ვიღაცები მოითხოვენო რომ ძველი ხალხი დაგვიბრუნეთ ხა ესეთი მოთხოვნები იქნება ხშირი თქვენ თვითონ გასაზღვრავთ თქვენს ბედს რა განაპირობებს ამას აი ესე უბრალოდ თქვენ თვითონ იცვლებით და იზრდებით ან თქვათ მაინც შეიძლება გაზრდას არ უკავშირდებოდეს ეს მაინც და მაინც ცვლილებას ალბათ უფრო თუ უბრალოდ ფიქრობთ რომ აი როგორც სცენარისტები ამ შემთხვევაში იმან ინფორმით თავი ამოწურა და მოდი გავავითარებ და სხვანაირ შევცვლით თუ უბრალოდ აღარ გამოგდით ისე როგორიც ადრინდელი ვთქვათ ნუგზარა იყო ნუგზარა რაღაც სერიალში ძალიან ცოტა დონ კარლეონეს დაემსგავსა ერთხელ ჩახლეჭილი ხმით იყო და თავის საყვარელს რო ურეკავდა იმ წინა ნუგზარას მაინდამაინც არ გავა პერიოდი ქონდა ცხოვრებაში რომ ხო ეგ უხდებოდა ხო და მაგას ვიძახი ეხლანდელი ტანჯულა და პირველი სეზონის ტანჯულა რო თქვათ შეადარო ძალიან სხვადასხვა ტიპები არიან და იქ არის აბსოლუტურად სხვადასხვა შეუძლებლად სულელი აქ უკვე გასაღებია თავარ ხო გასაღებლები ხო რა არიცი რამდენიმე ამბავია მანდაც რა შეიძლება ითქვას ის რომ რაღაცა ვიზრდები და ეს პერსონაჟები ჩვენთან ერთად ვითარდება ჩვენთან ერთად იზრდება ამბავი ეგ არის შეგვიძლია ეგ პასუხი გავცეთ და ასევე ხალხი როცა გვიწერს სიტყვაზე რომ რაღაც ის პერსონაჟი ესეთები დააბრუნეთ რაღაც პონჩი ეგენიც მართლები არიან რა ჩვენ არა გვაქვს იმის ფუნება რომ ეს პერსონაჟები თუნდაც აი ზუსტად ვაკონტროლოთ რა იმდენად ქაოსურია თუნდაც ჩვენი გადაღება რაღაცები მართლა შეიძლება გაგვიქცა ანუ გაგვიქცა ცუდად არ ვიძახი რაღაცა არარეალური გამოვიდა რაღაც მაგრამ შეიძლება ანუ უფრო მეტი დრო რო კონდეს ამ პერსონაჟებზე ვიფიქროთ და არ აყოფით აი მაგალითად მენეჯერები ისინი დანარჩენები რო ჩვენ არ ვიყოთ ყველაფერი თქო რა მაგას გულისხმობ რა რაღაცეებს შეიძლება შეიცვალოს კი ნამდვილად მაგაზეც ვიტყვი რომ რამდენიმე იქ ადამიანი რაღაც კომენტარები შემხვედრია და მართლები არიან უბრალოდ ჩვენ არ აგვაქვს ზუსტად იმდენი დრო და იმის ფუფუნება რომ ეს ხაზები ესე ჩოთკად გავწეროთ რა თუ არა გეთახმები მაშინ რაღაცა ნუგზარა ცოტა სხვანაირი იყო ხოლმე რაღაცა სეზონში რაღაცა ცოტა სხვანაირი იყო ხოლმე ეს ბუნებრივი ამბავია ჩვენ შემთხვევაში ხოლმე ჩემთვის ეს არ ყოფილა დრამატული რამე ისეთი ამოვარდნილი არ მახსენდება და ვცდილობთ ხოლმე და ეს ის ხშირად მithქვამს თუ რამე არ მოგწონს აი მას არ უშვებთ ან ისე არა ვართ რა ახლა ლიზბი გავიდეს რაღაცა ქრონომეტრას მოემატოს ესე ნამდვილად არ ვართ იქიდან გამომდინარე რომ ახლა მით უმეტეს პირველი სეზონზე 13 წუთია პირველი სერია ან ქრონომეტრაჟიც ძალიან გაიზარდა ახლა 52 წუთი მაგას ითხოვდნენ თან ხო ითხოვდნენ დიდად მაგიტომ არ გვიქნია თვითონ ჩვენ თვითონ რაღაცა ისე არა, თქონდენში ახლა ისეთი აზრით არ მithქვამს რომ იმად დაიმორჩილეთ, უბრალოდ არ ყოფნიდა ხალხსა თქვენც თქვა. ხალხი ძირითადად შემთხვევაში მაგას ვერ გებულობს, იმიტომ რომ არავის არ ჯერა ახლაც გუშინდელ სერიაზეც იყო კომენტარები და არავის არ ჯერა რომ ჩვენ ამის სცენარს წერთ ყოველკვირეულად რა. არა ეს ეთყობა. კი, ეთყობა. იმიტომ რომ ხან მიმდინარე მოვლენებიც არის შიგნით, ხან ფეხბურთი რა. ჩვენი ყოფიდან გამომდინარე, იმიტომ რომ სხვანაირად არ გვიხერხდება რა. ესე არასდროს არ აგვაქვს იმის საშუალება რომ ავიღოთ და რაღაცა ის გადავიღოთ ერთი თლიანი სეზონი. ან თუნდაც რამდენიმე წინსწრება, ანუ წინსწრება არ მახსენდება ორ სერიაზე მეტი გქონდეს რა. ხო, მოკლედ ჩემი აზრით თქვენ გჭირდებათ ისეთი ძალიან სერიოზული პროდიუსერი, რომელიც შექმნის ჩვენი ხო, პროდიუსერში არ გულისხმობ ისეთ ტიპს, რომელიც შინაარსში ერევა. აი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, იმიტომ რომ მე მგონი ეგეთი გამოცდილებებიც ჰქონდათ და მაინდა-მაინც ასიამოვნო არა. ზოგადი აზრითაც, კონკრეტული აზრითაც ხა ამაზე აღარ გვინდა დაკონკრეტება. არ შეგვიძლია, მაგიტომაც ბევრი საინტერესო სცენარისტი არსებობს დღეს, ვისაც ჩვენ ვაფასებთ, ასე შემდეგ რამდენიმესთან კოლაბორაციაც რაღაცა გვინდა და ხოლმე უბრალოდ ძალიან რთულია რა, ისე ვართ ახლა ერთმანეთთან მორგებული. სცენარისტი იმდენად არ გჭირდებათ. პროდიუსერი გჭირდება. რომელიც იმ როლებს ჩამოგაშორებთ,
რომელიც თქვენთვის იძულებითია რა. სცენარზე არ უნდა დარჩეს ცოტა დრო და არ უნდა დარჩეს ცოტა დრო რეჟისურაზე. ჩვენ თუ იმას მივახცეთ, რომ ჩვენ ერთ ლოკაციაზე ერთ სცენას გადავიღებთ და ის დღე დამთავრდება ისე რომ მეც არაფერს გადავიღებთ. რაღაცა უკეთესობისკენ შეიცვლება, იმიტომ რომ მე მგონია რომ ეგ ალბათ რეკორდი ყოფილა ჩვენთან, რომ 5-6 ლოკაციაზე ვართ ერთ დღეში რა. რეალურად სერიის გადაღება მიმდინარეობს 3 დღე. კვირაში რა და ეს არის 4 ხანდახა. ხო, ნუ ეს წარმოუდგენელი გრაფიკია, მე რამას მონტაჟი ჭირდება, რომელიც ასევე კოლოსალური სამუშაოა, ვინც არ იცის კინო და კიდევ ერთხელ ვამბობ, YouTube სერიალის კინოს ნაწილია, მონტაჟს მიაქვს ემოციური და ინტელექტუალური რესურსის დიდი ნაწილი რეალურად და ძალიან ბევრი რაღაც დამოკიდებულია სწორ მონტაჟზე და ამასაც თქვენ აკეთებთ. თითქმის ყველაფერი. ანუ მონტაჟი ჩვენ მონტაჟი უნდა ნახო რა, მე მონტაჟი არ, მაგრამ აუცილებლად ხო შენ უნდა. მაგას გულისხმობ, მე ტექნიკურ მონტაჟს არ გულისხმობ რა. მე რაჩენეთ ახლა ცოტა შევთამაშდით ერთმანეთთან. რაცა მე მონტაჟზე ჩვენთან ერთად აღიზარდა და ნუ იგებულობს, მაგრამ მაინც ყველაფერში უნდა იყოს ჩართული და ეს არის ძალიან. კი ბატონო და ბოლოს რაც მინდა გითხოთ არის ის რომ მე არ მგონია რომ ამ სერიალს თავი აქვს ამოწურული. ფიქრობ რომ რამდენიმე სეზონის სერიალია რესურსი არის დარჩენილი სრულიად უბრალოდ მაინტერესებს პარალელური გეგმები თუ გაქვთ და ვთქვათ აქაც ხომ არ გაქვთ რაღაც საზღვარი მონიშნული სადაც ფიქრობთ რომ ნუ აი ამის მერე უკვე სხვა რაღაც უნდა და სხვა რაღაცაში არ ვიძახი ნალიის მოჭრას და გაყიდვას ანუ ვიძახი ამავე სფეროში ოღონდ ვთქვათ სხვა პროექტს ო მაგაზე სხვათა შორის მე 7 სეზონამდე ვიძახდით რომ მოდი დავამთავროთ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაზეც ვილაპარაკეთ ის ერთად ის გააკეთე ძალიან დამყლელია რა და სადღაც გინდა რომ გაჩერდე და დაისვენო, მაგრამ მე 7 სეზონის მერე ისეთი გამოხმაურება იყო და კიდე იმდენად ვირწმუნეთ ჩვენი თავის მაყურებლის რეაქციას ისეთი იყო, მოდი აბა ერთი სეზონით შევხედოთ რა და სულ ეგრევე. ამ სეზონის მერე მოდი აბა ხო არ გავჩერდეთ არის ლაპარაკი და ვნახოთ რა, მაგრამ სადღაც დამთავრდება ეს. არა, თქვენ თვითონ ხომ არ გაჩერდებით როგორც არა, ჩვენ თვითონ არა ხო რაღაცა პროექტები არსებობს, რაზეც გვინდა რომ გავაკეთოთ, ვიმუშაოთ, უბრალოდ პარალელურად ამასთან ერთად არ გამოდის. ჩვენც გვაინტერესებს იმდენად ხანია ამას ვაკეთებთ რა და ძალიან ისეთ ჩვენ თავებში ვართ არწმუნებული რომ თუ რამეს გავაკეთებთ, სულ გვინდა რომ გულით და სულით საუკეთესო გამოგვივიდეს რა. ჩვენზე მეტი ალბათ მაგაზე არავის არ უფიქრია რომ ხო არ ჯობს რომ ცოტა ხანი გავაჩეროთ არ გვინდა რომ გაფუჭდეს ასე ვთქვათ ხშირ შემთხვევაში მაგას ვართ ნაჩვევი რა თუ რამე არსებობდა ჩვენი ბავშვები და რაღაცა ბოლოს მაინც ყველაფერი ფუჭდება და რაღაცა არ გვინდა რომ ამ იმას მივყვეთ ჩვენს მე მგონია რომ რაღაც რესურსი დარჩენილია ხო რა იცი რაც კომენტარები იწერებოდა იქ რომ ბიჭებო რაღაცა ანუ კარგს იმდენად აკითხულობ რა და არ ფიქრობ მაგაზე უფრო რაღაცაზე წაიკითხავ რაღაცა ბიჭებო ხო არ ჯობია ცოტა ხანი შეისვენოთ რაღაცა ეს ამბები მე მაგალითად ძალიან ცუდი თვისება მაქვს რომ აი 10000 კარგს რომ დამიწერე ერთ სულს ვნახულობ და იმაზე ვფიქრობ ის 10000 ო ფიქრობ აბა რა დავიტანჯოთ ანუ რეალურად არ შეიძლება არც მიაქციო მაგას ყურადღება მაგრამ ხო ძალიან ბევრი გვაქვს მაგაზე ნაფიქრი მე 6 სეზონის ბოლოსაც იყო ეგ ამბავი მაგრამ ხო მე 7 სეზონმა ძალიან დაგვარწმუნა ისევ რომ არ იყო ამოწურული რა შეიძლება და თუმცა ახლა კიდე ვიტყვი რომ ამ სეზონის მერე ჩვენი იდეაც არის იმაში რომ ცოტა შეიძლება შევისვენოთ იმიტომ რომ ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი რა ჩემთვის ახლა იქნება იმის საშუალება რომ რაღაცა საინტერესოდ გადავიღოთ უფრო ეს სეზონი და არ იყოს რაღაც ჩვეულებრივი როგორც დანარჩენი სეზონები რა ცოტა მეტი დრო გქონდეს რეჟისურისთვის სცენარისტვის ასე შემდეგ ბევრად მაგას გავაკეთე. აი მაგის თქვა მინდოდა რომ მხოლოდ ეგ არ გექნება, მაგრამ სცენარზე რომ მეტი დრო გქონდეს, რეჟისურაზე და ზოგადად თამაშზე, მსახიობობაზე, თუნდაც რეპეტიციაზე რომელიც არ გაგვივლია არასდროს სეტამდე, მაინტერესებს ეგ რომ ჩვენ რომ მაგის დრო გქონდეს და ფულის რა თქმა უნდა იმდენი რაც ჭირდება. ამას როგორც გავაკეთებთ? აი ესე ვთქვათ, მაგის მუღამი მაქვს. და მე შეიძლება ვიფიქროთ უკვე დასრულებაზე. ეგ მაინტერესებს, იმიტომ რომ მთელი შესაძლებლობა რაც გვაქვს გონებრივი თუ ასე შემდეგ, ეგ ჯერჯერობით ვერ გამოვიყენეთ და მაგის შედეგი ბოლომდე არ ვიცით. მეც ვფიქრობ, რომ თქვენი რესურსი რეალურად მაინც ძალიან მცირედით არის. თქვენს მიერვე გამოყენებული და კიდე სხვა თვალსაზრისითაც ძალიან შეიძლება, იმიტომ რომ
მე ვიცი ძალიან სერიოზული ქართველი რეჟისორები, რომლებიც ძალიან დაინტერესებულები არიან თქვენი ტიპაჟებით და თქვენი სამსახიობო სტატობით და ასე შემდეგ და ეგ მომავლის საქმე მგონია. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, სრულიად შესანიშნავი ხალხი იყო ჩემი სტუმარი, რომლებმაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს, აკაკი დარბაიძე და გიორგი ჩუბინიძე, მაგრამ სანამ საბოლოო მადლობას გეტყოდეთ, რახან გადაცემაში ვართ, რომელიც გულისხმობს ამ შემთხვევაში წიგნს და წიგნიერებას, მინდა რომ წიგნები გაჩუქოთ. უღრმესი მადლობა გიო. პირველი ეს არის დოსტოევსკი, რომელიც მინდა რომ დოსტოევსკის სერიოზულ კითხვას ტანჯულას გადავწყვეტ. ეხლა ვკითხულობ გაგრას ეშმაკს. და მეორე მოთამაშე ეს მაინტერესებს. მოთამაშე აუ საინტერესო. უნამონოს დეი და ტულა, დეი და ყავთ ვინმე. რაშვები. დეი და ორი მყავს. კაი ბატონო. არა უშავს, მაგას თავიდან ჩავწერთ. ბატონო ტოპე და ბატონო ნუგზარ, დეი და ტულა იყოს და თქვენი ერთის შვილები, ხო, მე მგონი? გიოს შვილი ყავს. შვილისთვის ჩემი კუპატას თავგადასავალი და კუპატას მძინარიზება და შემიძლია დიშვილები. ძმა უფრო, დიშვილი ჯერ პატარა. ნუ ისაც გადაწყვეტ იმას წაუწერ გადაცემის მერე ჩემი საუბრს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მოკლედ სტუმრობისთვის და ყოველთვის მიგულეთ გულშემატკივრად. ასევე გიო, კაი. დიდი თქვენ მოსმენისთვის BBC Talks იყო ეთერში, მე გიორგი ეკელიძე გახლავთ.